ჩვენ რო ეხა ერთმანეთს დავცხობთ და ვიგამავთ, რომ უფრო მეტი ხალხი უყურებს ამას, ვიდრე უყურებს იმ შემთხვევაში თუ რა ვაპირებთ, დავაგაცადეთ. მოიგეთ თუ არა ეს დებატები თქვენი შეფასებით? ოცნებას არ აქვს ашკარად ინტერესი რომ გააგრძელოს ამ დებატებზე ლაპარაკი. ეხლა ამასაც ჩემას ვიტყვი და პირდაპირ ვიტყვი, რა ვიცი, რა მენაღულება, მე არავისთან ანგარიშვალდებული არ ვარ. გაერთიანების ინიციატივა ჩაუვარდათ და გაჩერდნენ და სხვა გზით მიუდგნენ მაგ ყველაფერს. საერთოდ არ ითვალისწინებენ რა საჭიროებები აქვს სტუდენტებს. აი ეს რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. მე რამდენიმე ვარიანტი მომდის თავში, არც ერთი არ არის აქედან სახარბიელო ქართული ოცნებისთვის. შეიძლება ეს ბევრად უფრო საზიანო იყოს რეჟიმისთვის. ეს მათ შორის კობახიძისთვისაც გამოუვალი და უპასუხო არგუმენტი იყო და რა იცოდა ამაზე რა უნდა ეთქვა არ იცოდა. რომ ყველა ვერსუს ბიძინა ივანიშვილი აი ესეთი მოდელი მივიღოთ. ხარ თუ არა ამისთვის მზად? ხო არის კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და კიდე არის კანონი ბიზნეს უნივერსიტეტის შესახებ. ესეთი პრეცედენტი რამე არსებობს საერთოდ სოფლიოში? ცდილობენ იმის სურათის დახატვას, რომ ოპოზიცია სინამდვილეში არის გოგა ხაინდრავა. აი ზუსტად ამ კანონმდებლობით რო დაინიშნოს ახლა ან ვადამდელი ან 2028 წლის. შეხვალთ თუ არ შეხვალთ? ამას ამოგიჭირეთ. აი წავაგდეთ, ამას ამოგიჭირეთ. როგორი კოცების საქმეს ვაკეთებ? კი ბატონო. აი როგორ წარმოგიდგენიათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება? ესეთი კოორდინაცია ашკარად არ გვაქვს. ჩვენ ყრილობას ვატარებთ, თავს გვესმიან. ჩვენი გადაცემის შემდეგ გავიგებთ ანი წითლიძეს რა აქვს სიკო ჯანაშიაზე. ეხლა გვაქვს ვითარება, როდესაც უბრალოდ პერსპექტივა არ ჩანს. როგორ უყურებთ ამ ერთიანობის საკითხს და ფულზე მე ცალკე კითხავთ საიდან გაქვს. ქართულ ოცნებას უნდა რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი რაღაც გააფუჭოს, ვიდრე აფუჭებს დღეს. ვთქვათ, ჩაინიშნა არჩევნების სიტყვაზე. აი იქ დამოუკიდებელ სუბიექტად გააპირებთ გასვლას. კი ცალსახად. რანაირად თქვა მეტი? ის როგორ? თქვენ დაჟე ტაკ?